გადავედი საცხოვრებლად ჩემებთან. იმიტომ რომ გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით და ხმა არ მოგვეღო. კონკრეტულად ვინ გთავაზობდათ ფულს? მოდიოდა უცხო ხალხი პირდაპირ მოდიოდნენ რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა მოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, უკვე შემდეგ წამოვიდა მუქარები. მუქარა იმდენად რომ იძულებული გავხდი რომ დავკეტე ოჯახი, საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან. მაგრამ იქაც უარესი დღე, იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ესე დღეში ვიყავით, მეგრე უკვე უძილებული გავხდით, რომ მიგვემართა სახალხო აპარატისთვის, მადლობა მისთვის ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, თუ გინდ ჩემს ადვოკატს, რავინ პაპიძეს, ლადო გალობლიშვილის, გიორგის, ყველას, რომელიმე რო არ გამომჩეს, ესენი გიორგი თქვითა, გიორგი ჩარკვიანი და გიორგი ჩარკვიანი, რომელიც ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, როცა თქვენ მშობლებთან გადასახლდით, ღამეს გითენებდნენ. ღამეს გვითენებდნენ. მიზანი რა იყო? როგორ? მიზანი რა იყო მათი თქვენთან ყოფნის? გვაშინებდნენ, მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი ეზოში პირდაპირ და ისროდნენ აერში. და ჩვენ იძულებული ვიზზე მიგვემართა, აღარ ვიცოდით უკვე. ვიზზე მიგვემართა და მაშინ დაურეკეს ბატონ სოზარს. საცხოვრობენ, სადაც გადახვედით? ფენზედან მოშორებით 10 წუთი სოფელი ჩელტა. და იქ ვიყავით.